მოგესალმებით, დაბრუნდი მაფია 3-ით. ეს არის ალბათ უკვე მე-19 ეპიზოდი. არ ვიცი საკამ გაგრძელდება კიდევ, მაგრამ გაგრძელდება როგორც ჩანს კიდე დიდი ხანი. ეხლა რა უნდა გავაკეთო? მოკლედ, გადავიდეთ ეხლა ჩვენ ჟურნალებში. არა, ჟურნალებში არა კაცო. მაპში შევიდეთ. პრინციპში მაპში ვიყავთ ეხლაც, მაგრამ მაინც. კოლექცია, ასეტები, kill list-ი არ მინდა. აქ რაღაცნაირად შემოძლია. აგერა, ვსო. ესე იგი, მთავარი მისიები. რომელია მთავარი მისიები? New Redux-ი, ესენი მე მგონი არის ყველა უბრალოდ დამატებითი მისიები და მაგათ გაკეთება არ მინდა. ერთ-ერთი ახლა მთავარი მისია დარჩა მე მგონი აი ეს. და აქ უნდა წავიდე. Oops. ხო, ეგ არის, ვსო. მან უნდა წავიდე, ნახოთ სიმონთან რა გვინდა და დაველაპარაკოთ მე მაგას. სხვადასხვა GTA 4 ვიყიდე, რასაც არ ველოდი, მაგრამ GTA 4-ის მოკლედ ჭყალებში გავჩითე და მინდოდა რომ მეთამაშა რა, აი ვიდეოშიც მინდოდა რომ გამომეტანა GTA 4 და მეთამაშა, მაგრამ ეგ თამაშიც არის სადღაც 24-დან 26 საათამდე და მაგ თამაშის დახურვაც ძალიან დიდ დროს წაიღებს, ამიტომაც არ ვიცი და არა ვარ დარწმუნებული ღირს თუ არა რომ ეგ თამაში ვითამაშო. შესაბამისად დავფიქსდები მაგაზე, ნახოთ ეს თამაში კიდე რამდენხანში დამთავრდება და მე შეიძლება GTA 4-ს მაიგროვდი თამაშო თუნდაც Far Cry რომელიღაცა ნაწილი, რაც თავიდანაც მინდოდა რა. მინდოდა რომ Far Cry 1-დან დამეწყო თამაში და გავსულიყავი აი რაღაცა Far Cry რომელიც არის რა 6-იან New Dawn-იან რომელიღაცა ეგეთი მსგავსი. თუმცა ჯერჯერობით ვერ მოვიდა ამ თამაშის დამთავრებას თავი. როგორც ჩანს კიდე მან ძალიან ბევრი ხალხი არის, ვისი მოკლედ ალბათ მომიწევს. და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება და კიდე რაღაცას მოგვიყვებით, იმიტომ რომ მე ხო მომწონს რაღაცების მოყოლა ვიდეოებში და ბარემ რაღაცას კიდე გეტყვით, როცა მოვშები ამათ დახოცვას. ხო, კიდე მართლა ჩემი კომპიუტერი დავაყენე ისე რომ მხოლოდ ვიდეო ბარათი იყენებდეს ახლა და არ იყენებდეს დაუშვათ ხო აი ინტეგრირებულ ვიდეო ბარათს, რომელიც მე მგონი ყველა ლეპტოპს აქვს დღესდღეობით და მაგედან გამომდინარე ისე მოხდა რომ ახლა ასტრაფთა ძალიან მაუსი და ცოტა უნდა დავწიო. მე მგონი ესე უკეთესი არის. ცოტა მაინც ხარი არის, მაგრამ ნენელა იქნება და მივეჩვიო და იქნება გავხდე ისევე შედი სნაიპერი, როგორც ვიყავი ამდენი ხნის წინ. აქ ვიყავი არა და წინაზე ხო? ეგარი? ხო, რა შეიძლება კიდე რისი მოყოლაც მინდოდა, მოკლედ ვინც არიცით, 1 აპრილიდან შემოაქვთ ესეთი კანონი. რომელი კანონის დახმარებითაც შენ თუ დაუშვათ გინდა რომ ჩამოიყვანო მანქანა, რომელიც არის 6 წელზე უფრო საერთოდ დამინახეთ, კაცო თქვენ ალბათ ხო არა ხართ? აი მოიცა მოგიყვებით ახლავე, ესენი უნდა დავამთავრო და მერე. ჰილებიც აღარ დამჭა, რაც ძალიან ცუდი არის. კაი, მოიცადე ახლა უკენა არ დამადგეს არავინ მე და უცებ იმათმა არ მომკლან. არა, სამკაცი მეტი მოვიდა იქ ფაქტი არის. მოდი, როგორც ისე ხა იცი, ამას მოვიშორებ. ვაი. ხო, ამიერას გადავაგდებ რა, ერთი სიტყვით და ავიღებ რომელიღაც ავტომატს, რომელსაც ესენი დამიგდებენ იმედია. აი მაგალითად ამას. დავაიღოთ. ხო, ერთმა კიდე დამიწერა რომ რატო არიღებ, ან რატო არ ურეკავ იმ მანქანასო რა, აი იარაღები და რაღაცები რომ მოაქვს. აი არ ვიცი, ფიზიკურად აღარ მახსოვს. არ ვიცი როგორ გეთება ეგ. თორე მინდა დარეკვა, მაგრამ თან არც მინდა დარეკვა, იმიტომ რომ მაგდენი ფული მაინც არა მაქვს რომ მაგ მანქანას დაურეკო და ან რაღაცა გავაძლიერო, ან რაღაცა ვიყიდო ეგეთი. ხო და ესე რო თქვა დავიკიდე ეგ საერთოდ. სად? კაცო, საიდან? ვაი. მთავარი ეს არის, ეს უნდა მოკლა? აქ უნდა ავიდე, ხა თორე ისე ვერ მოკლა ხო ამას? აი.
ეგ არის. მე მგონი ახლა ერთი ეს კაცი დარჩა, ან კიდე რამდენიმე იქნება, მაგრამ მაგათაც მალე მოვიშორებ და მოგიყვებით მოკლედ რაღაცეებს. ხო მართლა ვინც არის itt კიდე გუშინ იყო მე მგონი PlayStation 5-ის რაღაცა პრეზენტაციები რა, ამ თამაშები, რაზეც ილაპარაკეს, თამაშები, რაც მომავალში გამოვა PC-ზეც და ასევე PlayStation-ზეც. ხო და მაგ თამაშებიდან რამდენიმე იყო საკმაოდ კარგი. ნუ რამდენიმე პრინციპში რა, ორი იყო მგონი საკმაოდ კარგი და მაგ ორის გარდა როგორც ჩანს, PlayStation-მა გადაწყვიტა ეგეთი რაღაცა, რომ დაებრუნებინა ძველი God of War-ი უკან. აი მაგალითად God of War 1, God of War 2, God of War ასევე 3-იც. მოკლედ ეგ თამაშები ეხლა ყველა გამოვა ნენელა მე მგონი PC-ზეც, იმიტომ რომ ლაპარაკობდნენ ეგეთ რაღაცას, რომ ტრილოგია დაბრუნდებაო და ტრილოგიაში რა თქმა უნდა იგულისხმება ის, რომ სამივე თამაში ეგენი ისევ იქნება უკან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეგენი PC-ზეც გამოვა, იმიტომ რომ ყოველ ეს რა ვერ მოკვდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეგ თამაშები გამოვა PC-ზეც, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ მეთამაშე God of War-ი და ყოველთვის მინდოდა რომ აი კრატოსის ის ყვირილი და რეიჯი და რაღაცეები მოკლედ გამეგონა რა ყოველთვის. მაგრამ არ მქონდა არასდროს მაგის საშუალება. მით უმეტეს ახლა კიდე თუ PlayStation 5 გაქვს და არა გაქვს ნაყიდი ის PS Plus-იო თუ რაღაცა იდიოტობა, მოკლედ ვერ ითამაშებ რა მაგ თამაშებს. კაი, ავიყვანეთ როგორ ჩანს ესეც. მოხედავ როგორი მარტივი იყო ეგო. ხო და ეხლა ძალიან გამიხარდა რომ ეგეთ რაღაც საკეთებენ რომ ვისაც დაუშვათ არ უნდა PlayStation-ის ყიდვა ან ვინც PC-ზე არის მიჩვეული ან რაღაც ეგეთი მსგავსი. ეხლა უკვე აქვთ იმის საშუალება რომ ითამაშონ ეგ თამაშები. რა თქმა უნდა ჯერ არ გამოვა, იმიტომ რომ developing-ის პროცესში არის რომ ანუ აკეთებენ ჯერჯერობით კიდე და ჯერ დიდი ხანი არ იქნებაო, მაგრამ მაინც კარგი არის რომ ეგ მოიფიქრეს და მაგას აკეთებენ. თუმცა ერთი ცუდი ის არის რომ ძველ თამაშებს არ უნებენ ეხლა უკან და ახლებს ვერ აკეთებენ ისეთ კარგებს როგორიც ძველები იყო. თუმცა მაინც არ ვწუნებ, იმიტომ რომ კარგი არის თუ მაგას გააკეთებენ და კარგი არის თუ მაგ ძველ თამაშებს აღადგენენ, იმიტომ რომ ჩემსავით ბევრს უნდა ალბათ რომ ეგ თამაშები ისევ უკან დაბრუნდეს. და შეიძლება ვიდეოს გადავიღო მაგაზე, ვინ იცის. სხვადასხვა უცნაური ფაქტი ის არის, რომ ჩემს თავარ არხზე მეტი ნახვები აქვს ამ თამაშზე გადაღებულ რაღაცა ვიდეოებს. ალბათ იმიტომ რომ საუბარი მოგწონთ. რატო გავხდი მამაო თუ რა ვიცი რაც არის ეს. ყველა ფიქრობს რომ ეს ცუდი გამოცდილების გამო იყო. ყველაფერი ცუდი რასაც შენ გამოცდი. ტრავმა. არასოდეს არ გტოვებს. შეიძლება შენ ფიქრობდე რომ ისინი დაივიწყე და აღარც გახსოვს, მაგრამ იქნება დრო, როდესაც გაგახსენდებაო რა და გამოჩნდებაო. It reminds you of the weight you've been lugging around. და მოკლედ როცა გახსენდებაო, მე ფიქრობ იმას და გაფიქრდება ამაზე თუ რამდენ წონას ეტარებო რა და მე ვაღარ შემეძლო მაგდენი წონის ეტარება მარტო. და ალბათ ეგ არის მიზეზი რატომაც გახდა მამაო, ალბათ არ ვიცი როგორ უნდა დავარქვა მაგას, მაგრამ ალბათ მამაო ხო. კაი, ჩაჯიქი. ეხლა ჩვენ მივდივართ საით. Get Enzo Conti. კაი, წავედით Enzo Conti-სთან. ეს არ ვიცი, იმედი არ არის ეს მთავარი მისია და იმედი ეხლა მე სწორად მივდივარ და მთავარი მისიებს ვასრულებ. იმიტომ რომ დამატებით მისიები კიდე არ მინდა. რაც შეეხება კანონს, მოკლედ მაგაზე ვიდეო ჩავწერე უკვე მთავარ არხზე, ვისაც გაინტერესებთ ეგ ვიდეო, დაწერეთ YouTube-ზე მძიმე კაცი ქართულად და ამოვაგდებს მეგონი პირველივე მაგ ვიდეოს და შეგიძლიათ რომ ნახოთ თუ რას ვფიქრობ კანონზე, მაგრამ მარტივად რო ბარემ აქაც გითხრათ, მოკლედ ეგ არის ავადმყოფური კანონი. როგორც გავიგე მაგ კანონს იმიტომ აკეთებენ რომ ვითომ ეს ეკონომიკა გაზარდონ, იმითი რომ ხალხი ბევრ ფულს გადაეხსნას ახალ მანქანებში და ეს ახალი მანქანები რო ულპება ამ ადამიანებს ამ ცენტრებში და მსგავს ადგილებში, ვითომ მაგათი ბიზნესი ამოწიონ და იქნებოდა როგორმე ალბათ გაზარდონ თანხა ან რაღაცა გაზარდონ კაპიტალი ან არ ვიცი რაღაც ეგეთი გააკეთონ. ზოგი ამბობს კიდე იმას რომ მაგას იმიტომ აკეთებენ რომ ჩინური მანქანები შემოვიდეს აქ და მთავრობას აქ რაღაცა ხელშეკრულება გაკეთებული ჩინელებთან, იმისათვის რომ მაგათი მანქანები ჩვენ გქონდეს. და მე მთავრობა კიდე მაგაში ალბათ რაღაცა მოგებას ნახავს, მოკლედ არ ვიცი რა ზუსტად არწმუნებული არა ვარ, მაგრამ ეგ არის ის რასაც ხალხი ამბობს. მაგრამ რასაც მთავრობა ამბობს არის ის რომ 2 მილიონი მანქანა არის თურმე შემოსული ქვეყანაში და ეგ ანუ ძალიან გადატვირთვას უწყობს ხელს და ბევრი რეგისტრირებული მანქანა არის, რაც არის ისულელა, იმიტომ რომ თუ მაგას დაუჯერებთ და მსგავსად ვიფიქრებთ, უმეტესობა მანქანები რომელიც შემოვიდა
დღესდღეობით საქართველოში არის დარეგისტრირებული მართალია, მაგრამ მაგ მანქანებიდან რამდენი მოძრაობს, ანუ 2 მილიონი მანქანიდან ყველა ხო არ მოძრაობს ერთდროულად, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე მანქანა მსგავსები არის, ზოგიერთი ჩამოფასებული, რომელიც რეგისტრირებული არ არის ისე რომ არის ჩამოფასებული, ზოგიერთი შეიძლება ხალხი და სახში უგდია და აღარ იყენებს, ან ვერ აკეთებს, ან გაფუჭებულია და ასე შემდეგ, ანუ 2 მილიონი ქუჩაში რო არევლის, მეგონი ეგ ფაქტი არის. უბრალოდ ესე ვთქვათ, გაზვიადებული არის. ან საიდან მოიტანეს ეგ სტატისტიკა, კიდე კარგი იქნება რომ გვიცხრან და გვაჩვენონ. აშვების მაკენა აღარ მოკლა. Jesus Christ. I'm a shy in the goddamn face. Now we're even. ეხლა თანაბრად ვარ თუ. Fucking asshole. შენ Time to აბიჭო. call Enzo. დაული კენზოს. აი, Dial this. ამ ნომერზე დარეკე. რო გაიგეთო გორი მხარეს არა? Yeah. აბა, Barclay Mills is gone. Barclay Mills-ი გაქრა. ყველა ვაფშე. Who the fuck is this? Take ეს a ვინ guess. არის? აბა გამოიცანი? Got a lot of nerve calling me like this. You know who the fuck I am? I know exactly who you are. მე ვიცი შენ ვინც Enzo. ხარ Enzo. You're a mob lieutenant who's just lost control of his district. შენ ერთ-ერთი ადამიანი ხარ, რომელსაც დაკარგა მფლობელობა ერთ-ერთი დისტრიქტისო. You goddamn coward. You want Shem me dead? Be Shishara. a man. Do it yourself. შენ ჩემი მოკლა გინდაო? უყავი კაცი და მომკალიო. ამე შენ მკვდარი კი არ მინდი ხარ. მინდა რომ შენთან რაღაცა გავაფორმო რა ხელშეკრულებაო. ხელშეკრულება? Christ, son. You need to get your fucking head examined. You tell me შენ who's ტვინის behind the გამოკვლევა construction გინდაო? of Marcano's casino, and I'll do what I მიხარებ, can to ვინაკეთის keep that მარკონოს wild asshole კაზინოს. from killing you. და ვეცდები რომ გადაგარჩინო Why the fuck შენ did და I think you could არ მოვაკლებიო protect me სხვასო. from Marcano? რატო გონია შენ რომ მარკამს შეგიძლია Look at დამიცვაო? what I did to you. ნახე რა ვიქენე შენო. Meet me at the quarry. შენ ხვდი რაღაც წყლებთან რა მოკლედ. Next time, don't let me catch you napping. შემდეგში Kiss my ass. შემდეგში რომ მოვალ აღარ გეძინოსო და ტრაგზე მოგოცეო და აგოცა. აი, ძმა არ გაგიوارდეს ეგ, თორე თამაში მორჩება. მეც დავისვენებ, შენც დავისვენებ და ხალხიც დავისვენებს. კაი, ეხა იმას უნდა შევხვდეთ და გავარკვიოთ ეგ რაღაცეები. ხო, ეგ ერთი მიზეზი იყო რა, იმისა თუ ვითომ რატო ვაკეთებთო ჩვენ ამ კანონს და რატო შემოგვაქვს კანონიო. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ვითომ ეკოლოგიისთვის არის ძალიან ცუდიო. რა ეკოლოგიაზე არის ლაპარაკი და რა გარემოს დაბინძურებაზე არის ლაპარაკი, როდესაც ჯერ ერთი თოვლი ვერ გააქვთ ადგილებიდან, ეს საინტერესო მანქანაა. მაგის გარდა კიდე აი სანამ თოვლი არ გადნა, არ დაისვარა და ასე შემდეგ, ანუ თოვლი ვერ გაიტანეს ქუთაისში სამსახურში აი ძლივს დავდიოდი. მხოლოდ იმიტომ რომ გამომწავიდე. მხოლოდ იმიტომ რომ თოვლი ვერ გაქონდათ ანუ ტიპებს. მე ეგ თოვლი გამაგრდა, ანუ გაქვავდა ფაქტიურად და ჯიპით ვერ დავდიოდი და წარმოიდგინე ხა ისეთი მანქანები, რომლებიც არის ბჭყალებში დაბალ პასატკიანი, ეგენი როგორ მოძრაობდნენ. უმეტესობა ვერც მოძრაობდა, ვერც სამსახურში ვერ მიდიოდა და ვერაფერს ვერ აკეთებდნენ პროდუქტიულს, იმიტომ რომ თოვლი იყო ესეთი, რომ ხალხი ვერ მოძრაობდა. და მაგას ვერ მიხედეს რა. ანუ ეგ ვერ გააკეთეს. და ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ეკოლოგიისთვის არის ძალიან ცუდი ეს ბევრი მანქანები რომ შემოდის. კაი კაცო. მაგის გარდა კიდე იმაზე რა სიტყვით, როცა გზები არის გაურემონტებელი. აი, იამები არის იმხელა, რომ თუ 10-ილე მადლობელი უნდა იყო, მაგრამ უეჭველი თუ ჩავარდი, მანქანას ცუდად აქვს უკვე საქმე. და თუ შენი მანქანა არის 2019-იანი და იამაში ჩავარნის გამო შენ მანქანა გაგიფუჭდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი იამები არის და აი ვეღარ გააკეთე უკვე მანქანა. მე მოგიდეს რომ იყიდოს რაღაცა 21-იანი მანქანა ახლა, იმიტომ რომ სხვა ფიზიკურად ვეღარ ჩამოიყვან. მე ეგეც გაგიფუჭდება, იმიტომ რომ გზები არის გაკეთებული, ან საერთოდ მიაქვს ამდენი ფული, არ ვიცი რომ გზებს არ აკეთებენ და ვერ აკეთებენ, მაგრამ სამაგიეროდ ეგერ შენობებს აშენებენ. არ ვიცი რა. და რაც შეეხება კიდე მაგ ეკოლოგიაზე ზრუნვას, მოკლედ საქმე რა არის, იცი? ეკოლოგიაზე ზრუნვა, კი, მჯანდებას კარგი არის, ხო? მაგრამ ხო გვაქვს მაგისთვის რეგულაციები. მაგალითად, ტეხასმეტრის ხო გადის მანქანა, ტეხასმეტრი ხო იმას ნიშნავს, რომ თუ ტეხასმეტრი მანქანამ გაიარა, ესე იგი, მანქანა არის გამართული, მანქანა არის სწორი და მანქანა შეესაბამება იმ დაწესებულებას, რაც არის ქვეყანაში დაწესებული, ხო? თორე ეგრე რო არ იყოს, მაშინ ხო ვერ გაიგებდი და მანქანა ტეხასმეტრის და ხო ფაქტიურად ჩამოსაწერი იქნებოდა ეგ მანქანა. და მაგის და მიუხედავად თურმე ესე იგი მოკლედ არ ვიცი რას ბოდიალობენ რა თვითონ მაინც თუ იციან კარგი არის სისულელე კანონები არ ვიცი რამდენი ოცნებაც იყო და ჩაკლეს ტიპებმა ზოგიერთს M4 უნდა და ზოგიერთს E-კლასი უნდა და W212 If I wanted you dead, Enzo, I wouldn't have walked through the front door. All the same, I ain't taking no chances. შენი მოკლა რომ მიდოდეს წინ და რა შემოვიდოდიო ყველა ეგრე ლაპარაკობს მაგრამ მე შანსებს ისე არ ავიღებო რა
Hold on here. აქ მოიცადე. I know you. ვიცი შენ You're ლინკოლნი ხო? Lincoln Clay, right? Lived with Sammy Robinson? სები რომისონთან არის ცხოვრობდიო? That's right. რო გაიქეც იმათ. ხო? Christ, son, if I'd have known that, we could have saved ourselves a whole lot of trouble. ეგ რომ ცოდნდაო ჩვენო ბევრ პრობლემას მოვიშორებდითო რა თავიდანო. წამოყევიო ახლა. You probably don't know this, but შენ ალბათ არ იცი, მაგრამ Sammy and I went way back. სამი და მე დიდი ხნის ნაცნობები ვართო. He was a good man. ის კარგი კაცი იყო. Didn't deserve what happened to him. ანუ არ იმსახურებდა რაც Hell, none of მოვიდა y'all მაგას. did. არც ერთი არ იმსახურებდითო. And this shit with the casino. და ეს კაზინოსთან დაკავშირებით რაღაცა Fuck you from Sal to every man who ever worked. ძალიან დიდი ჯანდაბა არის ყველასთვისო რა. The rest of us in the process. მოკლედ უნდა რომ ბევრი ფული შევოსო და ჩვენ კიდე გამოვგვიყენოსო. Fucked him back. მაგრამ ეხლა მე მგონი გვიანია იმისთვის რომ მე ეს მაგას ამაგარო You გადავხოდო. know Remy Duval? რემი დუვალი ხო იცი? Sure, he's Yeah. a big shot on the radio. დიდი კაცი არის Without ეგ him, რადიოში. there's no casino. He owns the land, runs the construction. მის გარეშე company, კაზინო არ you name იქნება. it. იმისი So არის these მიწა. all fronts. Yeah, they're ანუ ეს ყველაფერი? bullshit. Created a big paper trail to protect himself in case everything falls apart. მაგან რაღაცა Marcano doesn't დოკუმენტები own any of the გააკეთა რომ საკუთარი Nah, თავი it all დაიზღვიოსო რა. belongs to Duval. ანუ მარკონოს ეს მიწები არ არისო, ხო არ ეკუთვნისო? არაო. დუვალისი არის ეგენია. Sal can't touch him. და სანამ ეს მიწები მაგ დუვალის სახელზე არის, სალი ვერ მეეკარება მაგ In მიწებსო. Frisco Fields. ფრისკოფილში ცხოვრობს. But from what I hear, მაგრამ მე რაც გავიგე, Olivia Marcano is keeping close tabs on him, forcing him to stay low. ოლივია მარკონო აძლევს Last მაგას thing რომ Sal დაიმალოსო. needs is for his sole legitimate partner to get into trouble. სალ მარკონოს რაც უნდა, ან რაც ყველაზე მეტად არ უნდა, არის ის რომ მისი პარტნიორი Looks like it's a little late for that. პრობლემებში ჩავარდესო რა. იმედია გაიგეთ ხარ რასაც არ უნდა როგორც არ ცილოფაინს. მე მგონი პრობლემა გვაქვსო. ო, მაგრამ ხელშეკრულება არის. წავედით. ფუსი ესა. ხომ არა, საიდან გაიგეს რომ აქ ვიყავით დაუშვათ, ან ვინ უთხრა რომ აქ მოვიდოდი ჩვენ. მოკლედ ქვეყანა მიდის აი ჯანდაბისგან რა. ეგ კი არა, ეხა ხალხი იმას ლაპარაკობს, აი ეს მომეცი. ეს რა ჯანდაბა? დაიმალე. ხო, კომპანიები ახლა კიდე იმას ლაპარაკობენ, რომ თქვენო ვერაფერსო ვერ დაეუფლებითო რა. აი მაგალითად ახლა შენ ხო შეგიძლია რომ ლეპტოპი იყიდო, ან მანქანა იყიდო და გქონდეს, ან თამაში იყიდო Steam-ზე და გქონდეს რა სამუდამოდ. ახლა ამობენ იმას, რომ ვაიმე. შენ თვითონ გამოვარდა. ახლა ამობენ იმას, რომ ესე იგი ვერ ფლობთო რა ეგრე ვერაფერსო. ახლა იქნებაო subscription-ებიო. რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად Netflix ხო იყიდი და ხო გაქვს ერთი თუ ეგ Netflix-ი და მაგის მერე ხო აღარ გამოიყენებ Netflix. იგივე რაღაცა იქნება ეხა მაგ შემთხვევაშიც, რომ ესე იგი მაგალითად თამაშს ვეღარ ფლობ უკვე, მოგიწევს რომ იყიდო თამაში როგორც რაღაც subscription-ი, ანუ ერთი თუ გექნება ეგ თამაში და მე უნდა გადაიხადო კიდე ფული, ან დაუშვათ იქნებაო ისეო, რომ ითამაშებ თამაშს 1 საათი, 1 საათში უნდა გადაიხადო დაუშვათ $2. თუ გინდა რომ მე კიდე გავეგზავნო თამაში, მე კიდე $2 უნდა გადაიხადო და ესე ანუ ვერ ფლობ ვერაფერს, ამ თამაშის ფლობელი შენ ვერ იქნები. ეხლა კიდე როგორც გავიგე, აკეთებენ მაგას ლეპტოპებთან დაკავშირებითაც. ანუ თუ ლეპტოპი გინდა შენ, უნდა გადაიხადო თვიური რაღაცა გამოწერის თანხები. ან მაგალითად $30 რომ ან $40 რომ ერთი კვირა ლეპტოპი გქონდეს. აი, სად მივდივართ პროსტა თუ ხვდებით. ანუ რეალურად რო დავუკვირდე ახლა მაგას, ჩვენ ცხოვრობთ ყველაზე კარგ საუკუნეში რა. მანქანების მხრივ, ტექნიკის მხრივ ყველაფერი არის, ანუ ნორმალიზირებული. ყველაფერი არის ასე ვთქვათ, ანუ კარგად გაკეთებული. მაგრამ ვერ ვიყენებთ ამ სიკარგეს და ვერ ვიყენებთ ამ კარგ რაღაცებს, რაც გაკეთებული არის და რის საშუალებაც გვაქვს რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ქვეყანა არის და ქვეყანა და მსოფლიო არის აი დადებილებული. ამდენი კანონებით, ამდენი შეზღუდვებით, ამდენი რეგულაციებით უკვე ფაქტიურად თითქოს აი აზრი აღარ აქვს იმას, რომ კარგ საუკუნეში ცხოვრობთ, იმიტომ რომ ყველაფერი ხელს გვიშლის.
აი მაგალითად ძალიან მაგარი არის რომ კარგი მანქანები არის, ძალიან მაგარი არის რომ შეუძლია ზოგიერთს რომ კარგი მანქანა ყავდეს, ნუ ამ შემთხვევაში ყოლოდა კარგი მანქანა, მაგრამ რა თქინდა? ანუ მანქანას ვეღარ იყიდი უკვე. კარგი მანქანა გინდყოლია გინდა რა, გინდყოფილა იმის შანსი რომ კარგი მანქანა ყავდეს, ანუ ვეღარ იყენებ უკვე მაგას მაინც. და აღარ გაქვს იმის საშუალება რომ კარგი მანქანა იყიდო ფულიც რო კონდეს. ხო და ეგ არის რა. ან თუ გინდა რა ვიცი, აი თქვი ის რომ მაგალითად კარგი კომპიუტერები და კარგი ტექნიკა და რაღაცეებია, მაგრამ ისე მიდის ახლა ქვეყანა რომ AI-დან გამომდინარე უკვე ვეღარ იყიდი ვერც მაგ კომპიუტერებს და ვეღარც მაგ RAM-ს, იმიტომ რომ RAM-ის ფასები ახლა როცა ღირდა დავუშვათ 30 ლარი, ღირს 400 ლარი. არ ვიცი, ამაზე რას ფიქრობთ თქვენს დამწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ ქვეყანა მიდის აი ბოდიში და ტრაგისკენ. და ხო, ანუ ვეღარ იყენებ ვერაფერს რა. შეიძლება გიხაროდეს ის ფაქტი, რომ ვაიმე რა მაგარი ახლა მაგარი თამაში გამოდის, ან გიხაროდეს ის, რომ ვაიმე რა მაგარი არის, აი ძალიან მაგარ ფაში ჩავარდა ის ძველი მანქანა, რომელიც მე ყოველთვის მინდოდა, რომელიც ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. და მე უცებ ხდება კანონი, რომ ვეღარ ჩამოვიყვან მაგ მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება ფული გქონდეს მაგისი. მეც მაგალითად გუშინ სამსახურში რო წავედი, გუშინ წინ უბრალოდ საღამოს გამოვიწერე ჩემი მანქანისთვის რაღაცა ნაწილები. რომელიც ღირს ძალიან ძვირი რა. ან 2000 ლარი მივეცი ფაქტიურად 6 სალ ინჟექტორში, რაც ძალიან ძვირი არის მართლა. ხო და რო გადავიხადე მაგდენი ფული მაგ ინჟექტორებში, მე ვფიქრობ, აუ კაი რა. მოკლედ მაგდენი ფული რო გადავიხადე მაგ ინჟექტორებში, მე ვფიქრობდი, რომ მეთქი რაღაც უკვე ყველაფერი მორჩა და ყველაფერში თანხა გადავიხადე, რაშიც გადასახდელი იყო და ეხა უკვე აღარა მაქვს აღარაფერი ესეთი რაღაცა ვალდებულება, რომ დავფარო თუნდაც, ან თუნდაც გადავიხადო ბევრი ფული იმისათვის, რომ მე გადასახდელი აღარ მქონდეს, ნუ გახარებული ვიყავი რა და ვფიქრობდი, რომ მეთქი ეხა უკვე დღეიდან დავიწყებ მანქანისთვის ფულის აგროვებას. ძმაკაც უთხარი ეგ ამბავი, ერთ გოგოს ვიცნობ კიდე იმასაც უთხარი, რომ მეთქი დღეიდან ესე იგი უნდა მივხედო ფულის შეგროვებას, იმიტომ რომ მანქანა მინდა თქო და ვფიქრობდი, რომ ვიყიდიდი კამაროს 6 და 2-ს, 2SS. და ვფიქრობდი, რომ ვიყიდიდი მაგ მანქანას რაღაცა დეკემბრის ბოლომდე, ნუ პლუს მე ხო დავაგროვდი რაღაცა ფულს სამუშაოდან დახმარებით და პლუს კიდე მანქანას გავყიდიდი და მოკლედ რამე იქნებოდა რა. მაგრამ ეხა უკვე რომ მოვედი სახლში, დაჟე სახლისთან მოვედი კიდე. აი შუა დღეზე სიურპრიზი დამახვედრა ჩვენმა მთავრობამ ის, რომ მაგ მანქანას უკვე ვეღარ იყიდი და ეგ ოცნება დარჩა ოცნებად. კორვეტი იყო კიდე ჩემი ოცნება, C7 Z6, მაგრამ მაგასაც უკვე ვეღარ იყიდი, ეგეც სიურპრიზი გამეკეთა ჩვენმა მთავრობამ. უი. ეს საერთოდ დამინახია აქ. იმიტომ ვერ იყიდი, რომ ბოლო მოდელი მაგ კორვეტის გამოვიდა 2019 წელს. ხო და ეხლა თუ შენ ვერ ჩამოიყვან მანქანებს, რომლებიც არის 2019 წელზე ძველი, ან 2020 წელზე ძველი, ეგ იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი თაობის C7 კორვეტს ვეღარ ჩამოვიყვან. ხო მაგარი არის. ძალიან მაგარია. და იმ მანქანების ფასები კიდე, რომელიც ჩვენ უკვე გვქონდა, ან ყავდა მაგალითად C7 კორვეტები ხო ყავს ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოში. მაგათი ფასები ხო კიდე ძალიან მაგრა დაიწევს. იმიტომ რომ ნუ ხალხი რო დაფიქრდება იმაზე რომ მაგალითად მეხუთე თაობის კამაროები უკვე აღარ შემოვა და რაც არის საქართველოში დარჩენილი, მხოლოდ ეგენი იქნება დარჩენილი და სხვა მეტი ახალი არაფერი. ხო, ხალხიც კიდე მივა იმ დასკვნამდე რომ იცი რა არის? აგერ ჩემი მანქანა უკვე საქართველოში ვეღარ შემოვა. 5 წელი თუ იყო შემოსული და 5 წელი თუ დარჩა, 5-ვე იქნება მარტო და მეტი უკვე აღარ დაემატება. შესაბამისად, თუ მე მანქანას ვყიდიდი მაგალითად 30000-ად სიტყვაზე რო თქვა კორვეტი, მოდი ახლა მე გავყიდი ამ მანქანას 50000-ად, იმიტომ რომ კაპიტალი ქვია, მოკლედ მონოპოლია რაღაც ეგეთი მსგავსი ჩემი არის, ამიტომაც მე რამდენსაც მინდა, იმდენს დავაწესებ ფასს. თუ მანქანას არ იყიდიან, ნუ იყიდიან მაშინ. მე ეგრე მიღირს, იმიტომ რომ არის მანქანა იშვიათი. იქნება ხა ეგეთი მენტალიტეტი. რაც კიდე გეუბნებით, მაგალითად იმ ფაქტს რომ მე ან ჩემი ოცნება იყო კორვეტის ყიდვა C7 Z6-ის, ეხლა ვეღარ იყიდი. იმიტომ რომ დავუშვათ თუ ეგეთი მანქანები ღირდა ადრე მაგალითად 30000 ან რაღაც ეგეთი მსგავსი, ეხლა ეგ მანქანები ეღირება 60, 70000 ან შეიძლება კიდე უფრო მეტიც. მოკლედ მოვჭი ახლა მე მაგაზე ლაპარაკს. გავაკეთებ ეს მისიაც ბარემ და შეიძლება დავასრულო ბარემ ვიდეოც. ნახოთ ერთ სიტყვით.
You okay? Yeah. Why wouldn't I be? კარგად ხარო და კი რატო არ ვიქნებიო? რა არ გეტყობა რომ კარგად ხარ. That should do it. Run for cover. God damn. Circle around. You like? Nah, I love. მოგწონსო? კიო? არა, მომწონს კი არა. Contribution to your cause. They got it blocked. არ იქოქება ძმა და რა ვიცი. Begging your pardon, motherfuckers. Guess I'm retired. წადი ძმა, წადი. დაკარგე მარკონოს ხალხიო. მგონი არ იქნება თად რთული მაგათი დაკარგვა, იმიტომ რომ მანქანებით არ არიან. დაიკიდე გამორჩენ მანქანებით. You can't kill me. I am the cockroach. King cockroach. თქვენ მე ვერ მომკლავთ, იმიტომ რომ Calm down, man. They can't even hear you. მე ვარო კოკროუჩი როგორ არის, აი ზაფხულში რო ხვდება ხოლმე საბერფარეშოში. კი ბურჩხალა არა. შავები რო არიან და ეგ ვარო მეო. აი გავექცე იქნება და მეტი აღარ დამხვდნეგენი, იმიტომ რომ ტყუებიც აღარ დამჭა. ვაი. Goddamn devil working right here. მოკლედ ერთი რაღაცა რა, აი ბუჩქს რო ვეტაკები. აი წავაგე, იმიტომ რომ დავეტაკე ბუჩქს და ბუჩქმა აუმატრიალა. ძალიან მაგარი არის რა, ამაზე მაგარი რავი რა უნდა ითამაშო ადამიანმა, ან რა უნდა გააკეთო. სხვადასხვის ამას წინ შესვენებაზე გამოვედი და არ ვიცი ხა იმ ადამიანს უნდა თუ არა მე რო ვახსენო ეგ ადამიანი, მაგრამ კაი მოდი აქედან წავიდეთ, იმიტომ რომ აქედან შეიძლება აღარ გამომეკიდონ ესენი. არ ვიცი უნდა თუ არა რო ვახსენო, მაგრამ ხმით მიცნო ესეთმა ადამიანმა და მითხრა რომ შენ შემთხვევითო YouTube-ზე ხო არ იღებ ვიდეოებს მაფიას არ შეეხებაო და მეთქი კი როგორ მიცანიდა. როგორ გიცანიო და ხმითო. რაც ძალიან მაგრა გამიგვირდა. და არ ველოდი რომ ვიღაცა ხმით მართლა ეგრე მიცნობდა, მაგრამ თან კიდე გამიხარდა, იმიტომ რომ არ ველოდი მაგასთან იყო ძალიან მოულოდნელი რა. თან მით უმეტეს ვიღაცა რომ მეორე არხით გიცნობს, რომელიც თითქმის არც ისე პოპულარული არის, თან როცა ვიღაცა გიცნობს ხმით და არა დაუშვათ იმ არხით, რომელიც უფრო პოპულარული არის. და არამედ ასევე სახითაც, ანუ ხმით რომ ვიღაცა გიცნობს. სასწაული არის. ვაი. Goddamn devil working right here. აუ ეხლა ესენი პოლიციას დაურეკავენ და ძალიან მაგრად იქნება საქმე. You need to send the police. Suspect considered armed and dangerous. Backup is inbound. ეს ველი G კლასია კიდე თუ რა არის, რაღაც გაავს თითქოს. Damn. ნუ მიხტები წინ ხალხო, ნუ რა გინდათ? იქნება ჩამოვიშორო, აი არ მომწონს ისეთი მისიები, მაგრამ რა სიძამე ხა. გუშინ კიდე თუ გუშინ წინ იყო მეგონი Red Dead Redemption-ი დავხურე მეორედ. მე მგონი მაგ თამაშს მესამედაც დავხურავ. ოღონ ამოტრიალა ისინი. ოღონ როდესაც აი უფრო უკეთესი კომპიუტერი მექნება ვიდრე დავუშვათ ეს. Confirmed armed and dangerous. Approach with extreme caution. ეხა მაინც რა გავაკეთე? ანუ პოლიცია რატომ მომძლევს და ან რატო დაურეკეს პოლიციას? იმიტომ რომ ვითომ შეხარადობიო რამხრა ჯიპით, რომელსაც ალბათ რა ვიცი 7-დან 0 იქნება მოტორი და მაქსიმუმ 50 ცხენი. Where am I dropping? აი, so, I got this ეგრე. girl, Henrietta. Shacks up at the სადაქტოვო და carousel. ერთი გოგო არისო ჰენტრიერაო. Smart as a fucking სასტუმროშიო. I left a fucking bag with her. Should have all I need to get by. Two tears in a bucket. აი, წამეყვალნეო ხა მანდო და რაღაცას მომწევს ეგ გოგო. Not just for the wartime shit. არ დავიწყო რა არასოდესო რომ სელიო არ არისო ნახევარი კაცის იმისა თუ როგორიც სემი იყო. სელი ანუ იგულისხმება ის ვიღაცა ალბათ ვისაც ვებრძვით რა ჩვენ და სემი არის ალბათ ის ადამიანი, ალბათ რა ის ადამიანი ვისთანაც ჩვენ ცხოვრობდით და ვინც მერე გაანადგურეს ესე რომ თქვა დასაწყისში რა. ანუ ძალიან დაიძაბა სიტუაცია. აი მოვედით. This is good right here. ეს კარგია კაჩერიო. კაი მანქანა სხვადასხვის. აბა Sorry again about what happened to Sammy and Ellis. სემიჯი და ელიზა ბოდის გიხდიო კიდევ რაც მოხდაო და მიღებულიაო რა. აბა ეხლა რა მისია გვექნება ვნახოთ.
თან რა არის იცი? Get Enzo to Conte, ხო ეს მორჩი თუ უკვე. ეს ის ადგილი არ არის, ხო ეს ისა. Motherfucker, you look like the cat who ate the canary. კატას გავხარო ვინც რაღაც შეჭამო. Toward breaking Marcano and taking over the city. ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი არის მარკონოს გასატეხადო. And in the end my decision is final. საბოლოოდ ჩემი გადაწყვეტილება არის ბოლო. შენი გადაწყვეტილება მომისმინე შენ. შენო ჩემი ხალხი გაწირეო რა. ფაქტიურად. ეგ ნამდვილი არ არისო, იმიტომ რომ First time hearing of Yeah, any there we go, action we in go. this part of the city, which is fine, but it don't change my stance that this turf ought to come to me. კაი მოდი მოვისმინე ჯობი. მოიცეს რა არის. Let's sit down. You have all the signed the records in the district, but now we must assign the district to one of your own the bosses. ესე იგი ჩვენ ხო ავიღეთ რაღაცა ბაზები, ხო და ეხლა უნდა მივაწიროთ ეგ ბაზები რომელიღაც საკედან. The sit down is assign the district to your own the bosses will unlock more favor. ხო. None of us might resent not getting a district which could have consequences down the road, but if you don't... ესე იგი შეიძლება რომელიღაცას არ მოეწონოსო ეგ დისტრიქტები. Partner, we got a long road ahead of us. Don't make the wrong first step, lad. მოიცა ამათი შესვლა არ შემიძლია ამ დისტრიქტი რო შევცვალო დავუშვათ. Trust ain't something that comes easy to me, kid. იმიტომ რომ ვიტოს მინდა რომ დავუშვათ სხვა რაღაცა All it comes down to is respect. See gunsmithy, increased ammo, screaming zemi, smoky. You know I can handle this. არ მინდა რომ ამ ქალს რაღაცა მივცე, მაგრამ სხვა გზას ანუ არ მიტოვებს რა ეს. კაი, მოდი ვიტოს ვენდობი ხა მე ყველაზე მეტად. You got a funny goddamn definition of loyalty. Maybe I'll keep that in mind next time you come calling, asking for help. About fucking time. Always knew you had a good head on your shoulders. If you already know which way you're leaning when you walk in, just fucking say it. And stop wasting my goddamn time. We're done for now. You'll hear from me if I need you. კარგი. ნუ ის ქალი რეალურად ისედაც არ მენდობოდა მე და ეხლა მით უმეტეს თუ არ მენდობა, არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ვიტო იყო ყოველთვის ჩემს გვერდით ესე რა თქვა და არა უშვებს რა. What a prick. ეგრე ფიქრობდიო, ეგ ნაბიჯვარი. I gotta go. როგორც ეს მართალი იყავიო. მოწავიდე ახლა მადლობა. Miss Lancaster's helping me with a side project. ლანკესტერი მეხმარება გვერდით პროექტზეო რა. შენ რა ქენი მეზოზეო. He's not only building the casino, he Remy also Duvalli. owns all the land where it's being built. ანუ არა მარტო კაზინოს აშენებსო, არამედ ყველა მიწას ფლობსო, რაც მან კაზინოზე არისო. ან რაზეც კაზინო დგასო. რემი დელმორი რადიოში რო არისო ეგო? A couple hundred years. Thinks it makes him everyone's massa. According to this, he heads up the Southern Union in his spare time. The Southern Union's basically the fucking Klan. Southern Unionში dadისო რა. ხომ არა ეგო კლანი არის with ფაქტიურად. some other folks protesting the fact that the city didn't have any black cops. Southern Union came in and kicked the shit out of everybody they could get their hands on. Day after, აქ რომ მოვედიო მეო დავინახეო რომ აპროტესტებდნო ხალხი რომ შავკანიანები იმასო რომ პოლიციაშიო არ იყო ბევრი შავკანიანიო რა და ეგ South Union-ი რაღაც სამხრეთის გაერთიანება მოვიდაო და ყველა შავკანიანი ცემესო რა. ვინც ხელში მოხდათო. they spray painted God hates niggers across the front of his. და მერე კიდე დაწერესო რა მაგათმაო ეკლესიების წინ რომ ღმერთო სულსო ზანგებიო ეს რა ვთქვათ. Church. If President Andrew Johnson had actually executed those traitorous fucks, we wouldn't have this goddamn problem. Enzo also mentioned Olivia Marcano. ენზო მოლივე მარკონოს Olivia's an ახსენაო. outlier. Old Southern money. She's the one that was married to Sal's brother, Lucho. At least until someone slit his throat. And she runs Frisco Fields. Ever since Lucho died. რაც ლუჩო მოკვდა She ფრისკი expanded his ფილდებს. drug business and opened a PCP lab. And since a lot of mafiosos live up there, she probably just has a place they can socialize. Was usually in the back of some business. I მე never მგონი knew ბევრი the law მაფიოზი had იქნებაო, women's მან და დიდი capitalism. ვარაუდით She's there to მან keep the ball ყველა alive. იქნებაო რა. Only people these entitled pricks listen to were other entitled pricks. So who are you going to go after first? აი პირველი ვისთან წახვალო. Since he owns the land Dio where the Oltano. casino's being built, killing him will muddy things up. You think hitting Olivia's businesses will help draw him out? რაღაც მოკლედ ის არისო ის ადამიანი ვისაც ეგ მიწები აქვსო რა, მაგის მოკლაო შედარებით უფრო კარგი იქნებაო იმის გამო რომ ყველაფერი აერევოთო რა. My entire life. Black man like me running around terrorizing white folks. He ain't gonna be able to let that stand. His pride will bring him. მოკლედ რასისტები არიანო თითქმის ყველა ეგენიო და როცა დაინახავენ რომ შავკანიანი აქეთ-იქით დარბის და მაგეთ ხალხს ატერორებსო თეთრკანიანებსო დიდი ვარაუდით არ მოეწონებაო ეგო და რაღაცა მოხდებაო რა.
მაგის ეგოსო ქვემოთ დაწევს You ესე know ვთქვათ. that bourbon's not cheap. ხო იცი რომ ეგ დასალები არ არის იაფიო. აბა წარმატებებიო რა. კაი. მე მგონი ამით მოვრჩები დღეს. არ ვიცი რამდენი ხანია ვიღებ, მაგრამ ფაქტობრივად დილის 8 საათის მერე ვიდეოებზე ვარ შემჯდარი და უკვე 12 საათი არის. და ეგ არის და ეგ. ეხლა რა მისია გვაქვს ჩვენს არა ჩვენ. Who we shooting? ვის ვესვრით? მაგას მალე დავადგენთ. იმედია. კაი, რომელი მისია ეხლა ეგ? ვის ვესვრით? Downtown-ი, River Row, ეს არ გვინდა. ამას უნდა დაველაპარაკო თავიდან? კარგი, ალბათ უნდა დაველოდო ცოტა ხანი და გამოჩნდება მე მისიები ნენელა რა, იმედია ყოველ შემთხვევისთვის. Inside Man, upgrade the consigliere, არ ვიცი რას ნიშნავს. She now has an inside man. კარგი. Losing favor, again, არ მაინტერესებს. ნენელა ჩამოვდივარ როგორც ჩანს ქვემოთ და ქვემოთ. და მე მგონი დამჭირდა უკვე 2-3 ბოსი. გაიხსნა ახალი მისია. Southern Union. ეს არის. ეს არის ხო? იმიტომ რომ ეგ არ იყო აქამდე აქ და წესით ეს უნდა იყოს მთავარი მისია. მოკლედ, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, ესე იგი, თუ მოგეწონათ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩვენ გვერდით შევხვდებით შემდგომ ვიდეოში და თუ რაღაცა თემა მექნა კიდე სასაუბრო, მაგაზეც კიდე ვილაპარაკებ. კიდე მანქანა ჩანს რომ მანქანა უნდა იყოს, მაგრამ რეალურად არ არის მანქანა, რაც ძალიან უცნაური არის. წავედი ხა, წარმატებები ყველას და დროებით.